მოგესალმებით მეგობრებო. მე ლევან ქერდიყოშვილი ვარ, ეს კი კრევის სამყაროს მორიგი გადაცემაა. სანამ დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას, აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში, გააზიაროთ, დაგვიტოვოთ თქვენი კომენტარები, ასევე აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი, სახელად Boxing Georgia, ასევე Facebook-ის გვერდი კრევის სამყარო, სადაც არაერთი ძალზე საინტერესო მასალა გელით, როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კრევის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საქართველოში გასამართ საკრევო შოუზე, რომელიც შედგება 22 ნოემბერს. პროფესიონალური კრევის შოუს უმასპინძლებს თბილისი, ვერის ბაღის კალათბურთის სასახლე და მისი ორგანიზატორია საქართველოს პროფესიონალური კრევის კავშირი, ისევე როგორც ყოველთვის. რაც შეეხება აი ამ შოუს, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლები იქნება ამ შოუზე. ძალიან შეგვაჩვია უკვე საქართველოს პროფესიონალურმა კრევის კავშირმა, რომ თითქმის ყოველთვიურად ერთი მეორეზე უკეთესი ღონისძიებები ტარდება საქართველოში პროფესიონალური კრევის კუთხით და მოიცვა უკვე სხვადასხვა ქალაქები საქართველოში, არა მხოლოდ თბილისი, თუმცა აი წლის ბოლოს უკვე დასკვნითი შოუები რამოდენიმე თბილისში ჩატარდა, სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა ადგილას და ამჯერად კვლავ ბრუნდება ვერის ბაღის კალათბურთის სასახლეში ეს შოუები. მოგეხსენებათ, ვერის ბაღის კალათბურთის სასახლე გამორჩეულია, ძალიან ხშირად ტარდება ხოლმე აქ პროფესიონალური კრევის შოუები და კარგად არის ადაპტირებული ამ ყველაფერთან. ბოლო პერიოდში იყო ცოტა პრობლემები ინფრასტრუქტურული, გამომდინარე იქიდან, რომ მიდიოდა გარშემო რეაბილიტაცია ვერის ბაღის, მიდიოდა გარშემო ინფრასტრუქტურის განახლება მთლიანად და მადლობა ღმერთს ეს ყველაფერი დასრულდა. საოცარი გარემოა გარშემო, მართლაც განახლებული ვერის ბაღი ძალიან ლამაზი სანახავია და აი ამ ყველაფერს ემატება საკრევო შოუც, ასე რომ აღარც მისვლა არ არის პრობლემა, აღარც ადგილზე განთავსება არ არის პრობლემა, პირიქით ძალიან კარგად და ძალიან სასიამოვნო გარემოა ვერის ბაღის კალათბურთის სასახლის გარშემო შექმნილი, ასე რომ კომაგები დარწმუნებული ვარ ისიამოვნებენ აი ამ სიტუაციით, რაც იქნება უშუალოდ როგორც რინგზე და რინგს მიღმა, ასევე ზოგადად გარშემოც აი ამ კალათბურთის სასახლის. რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლებს, მე გეტყვით, რომ ამ შოუზე არ გათამაშდება საქართველოს ჩემპიონის ქამარი, არც მსოფლიო ქამარი, რომელსაც ასევე შევეჩვიეთ, იქნება მხოლოდ მსოფლიოს სარეიტინგო ბრძოლები. უნდა ითქვას, რომ იგეგმებოდა საქართველოს ჩემპიონის ქამრის გათამაშებას, თუმცა პრეტენდენტების ტრავმების გამო ეს გადაიდო და შემდეგ შოუებზე აუცილებლად გათამაშდება, არიან შესაბამისი პრეტენდენტები უკვე გარკვეულ წონებში, რომელთაც შეუძლიათ ქამარზე ბრძოლა და უახლოეს პერიოდში საქართველოს ჩემპიონის ქამრები სხვადასხვა წონაში აუცილებლად გათამაშდება, ისევე როგორც მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს ძალიან ინტენსიურად არის დაგეგმილი ისევ პროფესიონალური კრევის შოუები, საქართველოს ქამრის გათამაშებები, მსოფლიო ქამრების გათამაშებები მათ შორის და ასე რომ ძალიან საინტერესო მომავალი წელი წელის ქართული კრევის კომაქს. თუმცა მანამდე რა თქმა უნდა ამაზე ბევრჯერ ვისაუბრებთ ჩვენს გადაცემაში, თუმცა მანამდე მოდი მივყვეთ ახლა ჩვენს უახლოეს პერიოდში დაგეგმილ შოუს და ვისაუბროთ იმ წყვილების შესახებ, თუ ვინ მიიღებენ მონაწილეობას. დღევანდელი ჩვენი გადაცემა სწორედ მიეძღვნება ანონსს და წინასწარ განხილვას, ასე ვთქვათ, მომავალი ბრძოლებისას. მაშინ ასე დავიწყოთ. 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში რუსთაველი მოკრივე დავით ბერიძე წარდგება რინგზე. მისი მეტოქე იქნება დებიუტანტი გორელი მებრძოლი ბესიკ შუკაკიძე. რა შეიძლება ითქვას ამ მოკრივეებზე? დავით ბერიძე, როგორც გითხარით, წარმოადგენს რუსთავს, მისი მწვრთნელი გახლავთ შალვა მამაცაშვილი. ძალიან კარგი კლუბი ჩამოყალიბდა რუსთავში, მათ მიმართულება არის როგორც ჩერეული ორთაბრძოლები, ასევე საკრევო კუთხითაც ძალიან კარგი მებრძოლები წამოვიდნენ აი ამ კრევის კლუბიდან და მე მიხარია, რომ მქონდა შესაძლებლობა ყოფილიყავი დავით ბერიძის სეკუნდანტი უცხოეთში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან წესიერი, ძალიან ჩამოყალიბებული პიროვნება და რაც მთავარია, ნამდვილი მებრძოლია დავით ბერიძე, რომელმაც თავის სადებიუტო ბრძოლა ძალიან კარგად წარმართა. პირველი იყო მისთვის 6 რაუნდიანი ბრძოლა, თან პირველი ბრძოლა იყო საზღვარგარეთ. და მინდა ვთქვა, რომ თავი არ შეურცხვენია დავით ბერიძეს, ნამდვილად პირადად მე დამანახა იმ ბრძოლაში, რომ ძალიან დიდი პოტენციალიც აქვს და რაც მთავარია არის შესანიშნავი მებრძოლი და შესანიშნავი პიროვნება დავით ბერიძე, ისევე როგორც მთლიანად მისი გუნდი და მისი მწვრთნელიდან დაწყებული ძალიან
კარგი სპორტსმენები არიან, შეკრებილი, შესაბამისად არ გამკვირვებია ზუსტად დავით ბერიძის აი ეს შემართებაც, არ გამკვირვებია მისი ბრძოლის უნარიანობაც, მონდომებაც და სასიხარულოა, რომ დებიუტი მისი საზღვარგარეთ უკვე შედგა, სულ რაღაც ერთი თვის წინ და ახლა საქართველოშიც დავითი მზად არის ყოველთვის საბრძოლველად და უკან არ იხევს, შესაბამისად მორიგ გამოწვევას იღებს საქართველოში. რაც შეეხება მის მეტოქეს, ბესიკ შუკაკიძე, გორელი, მოკრივეა, მისი მწვრთნელი ვლადიმერ ჯანეზაშვილი გახლავთ, მოგეხსენებათ, ვლადიმერ ჯანეზაშვილს ყავს არაერთი ძალიან წარმატებული და ძალიან მაგარი მებრძოლი გაზრდილი, რომლებიც ასპარეზობენ პროფესიონალურ კრივში, ასპარეზობენ შერეულ ორთაბრძოლებშიც, კიკბოქსინგშიც, ჩვენ ნახეთ სხვადასხვა პროექტებში იყვნენ კიდე საკმაოდ წარმატებულები, მოკლედ ეს არის ნამდვილ მებრძოლთა ოჯახი. დებიუტანტია ეს მოკრივე, უშუალოდ ბესიკზე მე წინასწარ ბევრის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, თუმცა გამომდინარე იმ კრივის კლუბიდან, საიდანაც მოდის ეს მოკრივე და იმ სპორტსმენებიდან, ვინც მის გარშემო ტრიალებენ, მე დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო მებრძოლი იქნება, საინტერესო დაპირისპირებას შემოგთავაზებს და ვნახოთ უშუალოდ რინგზე რას გვაჩვენებს აი ეს მოკრივე. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გველის კიდევ ერთი საინტერესო დაპირისპირება, სადაც კიდევ ერთი რუსთაველი მოკრივე გიორგი ხადური წარდგება ქარელელი მამუკა მთიულიშვილის წინააღმდეგ. ორივე ამ მოკრივეს მე პირადად კარგად ვიცნობ, ისევე როგორც თითქმის ყველა დანარჩენ ქართველ პროფესიონალ მოკრივეებს, ყოფილ ვარ მათი სეკუნდანტიც, როგორც ერთის, ისე მეორე მოკრივი საზღვარგარეთ და მინდა ვთქვა, რომ მართლაც შესანიშნავ პიროვნებებთან გვაქვს საქმე, გვაქვს მათი იმედი, რომ შემოგთავაზებენ მართლაც დაუნდობელ ბრძოლას, ნამდვილი მებრძოლები არიან ორივე, მოდიან სხვა უფრო შერეული ორთაბრძოლების და კიკბოქსინგის გამოცდილებაც აქვთ და შესაბამისად ძალიან ისეთი თანაბარი წყვილია, მე ასე ვფიქრობ, თანაბარი ძალის და დონის მოკრივეები არიან, შესაბამისად ვნახოთ უშუალოდ ბრძოლის დროს რას გამოავლენენ, რას აჩვენებენ, როგორ წარდგებიან რინგზე, პირადად მე გარკვეული პერიოდია მათი ბრძოლა უშუალოდ რინგზე არ მინახავს, ბოლო რამოდენიმე თვეა, ვნახოთ როგორ ფორმაში იქნება, როგორც ხადური, ასევე მთიულიშვილი, რაც მთავარია, მე ვიცი, რომ ბრძოლას და გამარჯვების წყურვილს ისინი ყოველთვის გრძნობენ და დარწმუნებული ვარ, კარგ სანახაობას ესთავაზებენ ქომაგებს. 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოკრივე დუშეთიდან მერაბ ჭინჭარაული შეერკინება მარენეულელ გიორგი ბოჭოიძეს. გიორგი ბოჭოიძე ერთი ბრძოლით არის წარმოდგენილი დღემდე, წინა შოუზე ქონდა სექტემბერში გამართულ საკრივო შოუზე ქონდა დებიუტი ამ ახალგაზრდა მოკრივეს, უნდა ითქვას, რომ მარნეულის კრივის სკოლა ერთობა ძალიან საინტერესო მოკრივეებით ჩაერთოს ქართულ პროფესიონალურ კრივში. დავით ტაბატაძე, მისი მწვრთნელი, ამბობს, რომ ძალიან მონდომებულები არიან ბიჭები, არიან დიდი შემართებით, ვარჯიშობენ, ემზადებიან. გიორგი ბოჭოიძე დატოვა ნამდვილი მებრძოლის შთაბეჭდილება პირველ ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ არ აქვს დიდი გამოცდილება, ჩანს, რომ აქვს ხასიათი, ადვილად არ ნებდება, რთულ სიტუაციებსაც უძლებს და შესაბამისად ყველანაირი შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, რომ განვითარდეს, წინიაროს, არ გაჩერდეს, პროგრესი ჰქონდეს და მიაღწიოს წარმატებას. რაც შეეხება მერაბ ჭინჭარაულს, დიდი გამოცდილება არც მერაბს არ აქვს, 3 ბრძოლა აქვს გამართული დღემდე პროფესიონალური კრივის რინგზე, ძალიან საინტერესო, ნამდვილად მებრძოლი ბიჭია დუშეთიდან და დარწმუნებული ვარ, აქაც დანაბარი, დაძაბული ორთაბრძოლა გველის, ვნახოთ ვინ აჯობებს ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ორივე მოკრივის ამბიციებიდან გამომდინარე და მათი ხასიათიდან გამომდინარე, ამ ბრძოლაშიც მე ველი დაუნდობელ, თანაბარ, ძალიან დაძაბულ შერკინებას. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალიან გამოცდილ ქუთაისელ მოკრივეს ამბროსი სუთიძეს ვიხილავთ რინგზე. მისი მეტოქე ასევე უკვე შეიძლება ითქვას, რომ გამოცდილი თორნიკე ციკლაური იქნება. ამბროსი სუთიძე წლების განმავლობაში ასპარეზობდა საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ არაერთი ბრძოლა აქვს გამართული, ძალიან კარგი პიროვნებაა. ნამდვილი მებრძოლია. შემდეგ ამბროსის ჰქონდა კარიერაში პაუზა, რამოდენიმე წლიანი და აი წელს დაბრუნდა პროფესიონალურ კრივის რინგზე. ამ ზაფხულს ჰქონდა ბრძოლა, შემდეგ უკვე გასულთი ბრძოლებიც იჩხუბა და აი კვლავ თბილისში მიიღებს ამბროსი სუთიძე მონაწილეობას. ამ ქუთაისელ მოკრივეს არ დაეწუნება არც გამოცდილება
ცოდნა, არც კრივის ცოდნა და შესაბამისად ველით მისგან ყოველთვის საუკეთესოს ამბროსის ნაბრძოლი აქვს ძალიან ძლიერი და გამოცდილი მოკრივეების წინააღმდეგ საზღვარგარეთაც ნაბრძოლი აქვს საქართველოს ჩემპიონის ქამარზეც ბრძოლები და შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი და მრავლის მნახველი მოკრივეა ქართულ პროფესიონალურ კრივში რაც შეეხება თორნიკე ციკლაურს თორნიკე კარგად არის ნაცნობი საქართველოს საბრძოლო ხელოვნების კომაგებისთვის თავისი ხასიათით, თავისი ქარიზმატულობით, თავისი ეპატაჟურობით, თავისი შეუდრეკლობით თორნიკე არის ის მოკრივე, რომელიც არ არჩევს მეტოქეებს რინგზე, არ უშინდება არავის, ვინც არ უნდა დაუყენოთ ყველასთან უშიშრად გადის საბრძოლველად, თავის ცდილობს რომ თავის მაქსიმუმი გააკეთოს და კიდე ერთხელ აღნიშნავ რომ თორნიკე ციკლაურს გასულ წელს თუ არ ვცდები აქვს ძალიან ერთ-ერთი ულამაზესი ნოკაუტი არის მის შესრულებით მის ანგარიშზე რომელიც აი ჰაილაითებში მუდმივად ხდება ხოლმე შესაბამისად ეს არის სახიფათო მოკრივე რომელსაც შეუძლია რომ ერთი ისეთი გაისროლოს რომ სათავისოდ ყოველთვის გადაწყვიტოს ბრძოლის ბედი შესაბამისად არის სკანდალური პიროვნებაც და აქედან გამომდინარე არაკლია სოციალურ ქსელებში გულშემატკივრობის აქტიურობა მისი მისამართით შესაბამისად ველით საინტერესო დაძაბულ ორთაბრძოლას ნახოთ ვისი აჯობებს ასე ვთქვათ სუთიძის გამოცდილება თუ ციკლაურის ქარიზმა ეს ყველაფერი უკვე 22-ში გამოჩნდება უშუალოდ რინგზე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში გველის კიდევ ერთი ძალზე საინტერესო დაპირისპირება გამოცდილი ამირან აბულაძე გორიდან შეერკინება ახალგაზრდა ირაკლი მუხიგულაშვილს ამირან აბულაძე როგორც თქვით საკმაოდ შეიძლება ითქვას რომ გამოცდილი მოკრივეა საზღვარგარეთაც აქვს გამართული ბრძოლები საქართველოსიც აქვს ამირანსაც ჰქონდა გარკვეული პაუზა და წელს დაუბრუნდა პროფესიონალური კრივის რინგს ძალიან კარგი პიროვნებაა რაც შეეხება ირაკლი მუხიგულაშვილს არ შეიძლება არ გამოყო ეს ბიჭი ახალგაზრდა 19 წლის მოკრივეა და აი ახლა იდგავს ფეხს ფაქტიურად პროფესიონალური კრივის რინგზე წარმოადგენს კრივის კლუბ გლებს რომლის მთავარი მწვრთნელი გახლავთ მიხეილ ბაკაშვილი ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი პიროვნება ქართულ პროფესიონალურ კრივში და უნდა ითქვას რომ კრივის კლუბ გლების წარმომადგენლები რინგზეც მართლაც როგორც მგლები ისიადიან ყოველთვის ანუ მათთვის უკან ნაბიჯი უკან არ არსებობს იბრძვიან მთელი გულით მთელი მონდომებით შედიან ახლო ბრძოლას არ უშინდებიან და აი ეს ხასიათი ყოველთვის ყველა მოკრივეს ვინც მოდის კრივის კლუბის გლებიდან მოყვება და შეიძლება კონდეთ სხვადასხვა სტილი შეიძლება კონდეთ სხვადასხვა აღნაგობა კრივის კლუბის გლების მოკრივეებს კონდეთ სხვადასხვა კოზირები ასე ვთქვა თუმცა ერთი რამ რაც ყველას აერთიანებს აი აბსოლუტურად სულ ყველას ვინც ამ კრივის კლუბიდან მოდის და არ შეიძლება არ აღნიშნო რომ ეს არის სწორედ მათი მთავარი მწვრთნელის ბატონი მიხეილ ბაკაშვილის დიდი დამსახურება ეს არის ხასიათი სულ წინ სიარული სულ ჩეხვაში შესვლა სანახაობის დადგმა და აი ამ თავის ხასიათის მომზადების თავიანთ სიმამაცის ხარჯზე ასე ვთქვათ და დაუნდობლობის ხარჯზე და არ გატეხვის ხარჯზე სწორედ გადატეხავენ ხოლმე მეტოქესაც და აი ასეთი მოკრივეა თვითონ ირაკლი მუხიგულაშვილიც გარდა იმისა რომ მართლაც ძალიან კარგი პიროვნება მე მქონდა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ პატივი სულ რამოდენიმე ხნის წინ რამოდენიმე კვირის წინ ყოფილიყავი ირაკლი მუხიგულაშვილის სეკუნდანტიც უცხოეთში საფრანგეთში გამართულ ბრძოლაში მისი სადებიუტო ბრძოლა იყო ირაკლისთვისაც და არ ვიცი ამ ბიჭმა პირველივე რაუნდში მეტოქე ორჯერ ჩააგდო ნოკდაუნში ისეთი ქარიშხალი დაატრიალა ფრანგულ რინგზე რომ გაოცებული უყურებდა ყველა მათ შორის მეტოქეც არ ელოდა არავინ აი ამ 19 წლის ბიჭისგან 19 წლის სპორტსმენისგან აი ასეთ ასპარეზობას და თამამად შეიძლება თქვა რომ პირადად მეც არ ველოდი თან უნდა აღინიშნოს რომ ვიზუალურად რომ შეხედავ თითქოს ვერ შეატყობ რომ უკვე ეს არის ჩამოყალიბებული სპორტსმენი, ჩამოყალიბებული მოკრივე, ძალიან დიდი ხასიათი ჩანს ძალიან ისეთი ძლიერი მასში და იქაც თავიდან ეგონათ რომ სულაც ასაკითაც ნუ არ არის დიდი 19 წლის არის ზოგს ეგონა სულაც რომ 17 წლის იყო იქ ფრანგები მოდიოდნენ გვეუბნებოდნენ
თუმცა აბსოლუტურად სულ სხვა რა წარმოჩინდა რინგზე, ნამდვილი მონსტრი, რომელიც პირველივე წამებიდან ეკვეთა, რასაც ქვია მეტოქეს და ნამდვილი ქარიშხალი დაატრიალა რინგზე. საიდან რა ხდებოდა, ჩვენს მეტოქეს ნამდვილად ვერ ხდებოდა და ორჯერ პირველ რაუნდში ნოკდაუნი არის ძალიან მაგარი, აი პირველ რაუნდს ბეწვზე გაუძლო და ბეწვზე გადარჩა მისი მეტოქე, სისხლები გასდიოდა, თუმცა ჩაამთავრა როგორც იყო ის რაუნდი. რისი თქმა მინდა, რომ მართლაც ძალიან კარგი ბიჭია, კარგი მოკრივეა ირაკლი და ვნახოთ მეორე ბრძოლა, მესამე ბრძოლაა ეს, სექტემბერში იწყება პირველი ბრძოლა პროფესიონალური კრივის რინგზე, მეორე უკვე გასვლითი ბრძოლა იბრძოლა საფრანგეთში და ახლა საკმაოდ გამოცდილი ამირან აბულაძის წინაშე უწევს წარდგომა უკვე ისევ თბილისში, შესაბამისად მისთვის კარგი გამოცდა იქნება და ველი, მე ვიცი რომ ეს არის ძალიან მონდომებული მოკრევე, კარგი ხასიათის სპორტსმენი და ველი მისგან ნამდვილად საინტერესო წარმატებულ ასპარეზობას. 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში კრივის კლუბ მგლების კიდევ ერთი წარმომადგენელი ლუკა ბარნოვი ასპარეზებს და მისი მეტოქე იქნება რუსთაველი ლერი ბურნაძე. რაც შეეხება ლუკა ბარნოვს, ლუკა ბარნოვი არის ძალიან საინტერესო მოკრივე, გამომდინარე იქიდან რომ ისიც კრივის კლუბ მგლებს წარმოადგენს, ისევე როგორც წინაზე ვინც აღნიშნე, ირაკლი მუხიგულაშვილი და გამომდინარე აქედან ისინი ყოველთვის ძალიან დიდი გულით ადიან რინგზე და ძალიან საინტერესო ბრძოლებს მართავენ. ამ შემოდგომაზე ქონდა ლუკა ბარნოვსაც ბრძოლა უცხოეთში, შვეიცარიაში, ძალიან კარგი ბრძოლა აჩვენა საკმაოდ ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც უშუალოდ მეც დავესწარი და შეიძლება ითქვას, რომ ლუკას იმ ბრძოლაში ერთადერთი რამე დააკლდა, რაც იყო ის, რომ იყო წასული მისთვის გაცილებით მაღალ წონით კატეგორიაში. ამ შემთხვევაში უკვე ლუკა იასპარეზებს საკუთარ წონით კატეგორიაში 57 კილოგრამისთვის ოპტიმალური წონა, საკმაოდ კარგია მისთვის და შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ დარწმუნებული ვარ გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც შეეხება ლერი ბურნაძეს, იგი წარმოადგენს რუსთავს, შალვა მამაცაშვილი არის მისი მწვრთნელიც და მე ვიცი რომ როგორ ზრდის და როგორ უდგას გვერდში შალვა მამაცაშვილი რუსთავში თავის სპორტსმენებს, შესაბამისად დარწმუნებული ვარ რომ ისევე როგორც დავით ბერიძე, ისევე როგორც გიორგი ხადური, ლერი ბურნაძეც ძალიან ბრძოლისუნარიანი, ძალიან კარგი მოკრივე იქნება, ძალიან კარგი შემართებით გავა რინგზე, დარწმუნებული ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ აი თავს ნამდვილად არ დაზოგავს. რაც შეეხება უშუალო ტექნიკურ მონაცემებს, უშუალოდ ბრძოლაში ვის მხარეს გადაიხრება გამარჯვებული სასწორი საით გადაიხრება და ვინ გაიმარჯვებს, ამ ყველაფერს უშუალოდ უკვე ვნახავთ 22 ნოემბერს ვერისბაღის კალათბურთის სასახლეში ყველა ერთად. და 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში გვექნება დებიუტანტ მოკრივეთა შერკინება რინგზე, ერთმანეთის წინაშე წარდგებიან ბათუმიდან თამაზ ბერიკაშვილი, ხოლო მარნეულიდან მისი მეტოქე იქნება მამუკა გულიაშვილი. ორივე ეს მეტოქე, როგორც მე ახსენი, არიან დებიუტანტები, გამომდინარე იმ რეკომენდაციებიდან, რაც მათზე არის გაცემული, დაახლოებით თანაბარ ბრძოლას ველით. საინტერესოა რომ ბათუმში ძმებმა მემიშიშებმა დააარსეს ახალი საბრძოლო ხელოვნების კლუბი და სწორედ აი ამ კრივის კლუბს წარმოადგენს თამაზ ბერიკაშვილი, მისი მამაც რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ ცნობილი და წარმატებული მოკრივე იყო და შესაბამისად ველით თამაზ ბერიკაშვილისგანაც საინტერესო ორთაბრძოლებს, საინტერესო იქნება ნამდვილად მისი ხილვა რინგზე, რაც შეეხება მამუკა გულიაშვილს, როგორც გითხარით, მარნეულს წარმოადგენს, დავით ტაბატაძეა მისი მწვრთნელიც და მისგანაც მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს ველით, გამომდინარე იქიდან, რომ მისმა მწვრთნელმა ძალიან კარგად დაახასიათა ჩვენთან საუბარში ეს მოკრივე, ვიცი რომ დიდი ხანია ემზადებოდა მამუკა, წინა შოუებზეც უნდა ასპარეზობა და მაშინ ვერ მოხერხდა ეს ყველაფერი, თუმცა ამჯერად უკვე მამუკა გულიაშვილს ჩვენ ვიხილავთ პროფესიონალურ კრივის რინგზე და ყველამ ერთად შევხედოთ რა დონის მოკრივეა, რას შესთავაზებენ მეტოქეები ერთმანეთს
და როგორ გადაწყვეტენ ბრძოლის ბედს. ყოველთვის საინტერესოა ხოლმე ზოგადად დებიუტანტი მოკრივეების ერთმანეთთან დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ დებიუტანტები აი პირველივე წუთებიდან, პირველივე წამებიდან ძალიან აქტიურად იწყებენ როგორც წესი ორთაბრძოლას, ცდილობენ თავიდანვე აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები. ხშირ შემთხვევაში ეს გამოცდილი მოკრივის წინააღმდეგ შეცდომა ხოლმე, ესეც მინდა აღვნიშნო, გამომდინარე იქიდან, რომ გამოცდილი მოკრივეები ამ ყველაფერს მე სათავისოდ კარგად იყენებენ პროფესიონალურ კრივში, თუმცა ამ შემთხვევაში ორივე მოკრივე გამოუცდელია, ასე ვთქვათ, ერთმანეთის წინაშე დაახლოებით თანაბარი გამოცდილება აქვთ და თანაბარი შესაძლებლობის მოკრივეები არიან, შესაბამისად დანარჩენი ერთად უნდა ვნახოთ უკვე უშუალოდ რინგზე. და ბოლო ძალიან საინტერესო ბრძოლა საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების წევრი ოლიმპიურ კრივში გიორგი ჭიღლაძე, ყველასათვის ძალიან კარგად ნაცნობი მოკრივე, საქართველოს არაერთ გზის ჩემპიონი, თავის მორიგ ბრძოლას გამართავს პროფესიონალური კრივის რინგზე, უცხოელი მეტოქის წინააღმდეგ, სწორედ 22 ნოემბერს თბილისში ვერისბაღის კალათბურთის სასახლეში. გიორგი ჭიღლაძეს ქართული კრივის კომაგისთვის წარდგენა არ ჭირდება, ის არაერთხელ ყოფილა ჩვენი სტუმარიც, როგორც აქ ჩვენ სტუდიაში, ასევე ჩართობითაც და გიორგი ჭიღლაძე ნამდვილად ითვლება თანამედროვე ქართულ კრივში, როგორც სამოყვარულო კრივში, ასევე პროფესიონალურ კრივში ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოკრივედ. ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ჭიღლაძეს სამოყვარულო კრივში, აქვს ნაბრძოლი არაერთი დიდი ტურნირი, აქვს ძალიან წარმატებული შედეგები აქვს და რაც ყველაზე მთავარია, გიორგი ჭიღლაძე გამოირჩევა თავისი ხასიათით, თავისი სპორტული სულით და თავისი პიროვნული განვითარებით. ძალიან საპატივსაცემო ადამიანია პირადად ჩემთვის გიორგი ჭიღლაძე, გამომდინარე იქიდან, რომ მას როდესაც ვხედავთ რინგზე, მხოლოდ ერთი რამ შეიძლება ჩაესმოდეს ქართული კრივის ყველა კომაგს, ერთი აზრი უტრიალდეს თავში, ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა ბოლომდე. გიორგი ჭიღლაძე ერთი წამით არ წყვეტს ბრძოლას, ერთი წამით არ წყვეტს ნამდვილი, აი როგორც მეომარი ომში შედიოდეს და ამით ბედნიერი იყოს, სწორედ ისე შედის გიორგი ჭიღლაძე ყოველთვის რინგზე, ისე შედის ბრძოლაში და ისეთი თავგანწირვით და თავდადებით ჩაერთვება ხოლმე ორთაბრძოლაში, რომ არ შეიძლება მისმა ამ ემოციამაც არ აიყოლიოს მთლიანად კომაგი. ჩვენ ვნახეთ საქართველოში მისი ასპარეზობა გაზაფხულზე, როცა რუსთავში ჩატარდა ძალიან დიდი და გრანდიოზული საკრივო შოუ, მაშინ გიორგი ჭიღლაძე დაუპირისპირდა ირანელ მეტოქეს და არ ვიცი, ამას ბრძოლა არ, ეს იყო ნამდვილი ომი, ეს იყო ემოციების, არ ვიცი, ძალიან დიდი შეჯახება და ამავდროულად ძალიან დიდი ფიზიკური ძალის შეჯახება, რომლის თანამონაწილეც ხდებოდა გულშემატკივარი, ვინც ამ ყველაფერს უყურებდა ემოციურად არ შეიძლებოდა არ აღექვა გულშემატკივარს ეს ყველაფერი, როგორც აი რაღაც საოცარი ომი, რაც გამართა მაშინ გიორგი ჭიღლაძემ. ჭიღლაძე დაუმარცხებლად აგრძელებს პროფესიონალურ კარიერას, ვიცი რომ ძალიან დიდი მიზნები აქვს და ვინც იცნობს გიორგი ჭიღლაძეს კიდევ ერთი როგორც რითიც შეგვიძლია ის დავახასიათოთ, ეს არის არ ვიცი, წარმოუდგენლად შრომის მოყარე მოკრივე, რომელიც მუდმივად ზრუნავს საკუთარ განვითარებაზე, მუდმივად ცდილობს წინიაროს, არ გაჩერდეს ერთ ადგილზე, ივარჯიშოს, იშრომოს და აი ამით მიაღწიოს წარმატებას და დარწმუნებული ვარ გიორგის ეს ყველაფერი დაუფასდება თავისი დაღვრილი თითოეული ოფლის წვეთი და ძალიან ძალიან დიდ შედეგებს და დიდ მიზნებს მიაღწევს იმისათვის რომ გაახაროს თავისი პირადი კომაგი და მთლიანად ქართული კრივის კომაგი. რაც შეეხება ამ შემთხვევაში მის მეტოქეს ძალიან საინტერესო, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება უზბეკი აბდულაზიზ მატაზიმოვის სახით. უნდა ითქვას, რომ ძალიან გამოცდილი არის უზბეკი, ჯერ პირველ რიგში ვიტყვი, რომ ზოგადად უზბეკ მოკრივეებზე თანამედროვე მსოფლიოში საუბარი აღარ არის. უზბეკეთში დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ თუ ვინმეა პირველი ნომერი კრივში მსოფლიოში, ეს არის უზბეკეთი. წინა ოლიმპიადაზე უზბეკმა მოკრივეებმა აიღეს 5 ოქროს მედალი, საოცარი შედეგი, თუ იყო წლების განმავლობაში კუბაზე საუბრობდა ყველა, რა თქმა უნდა, ყაზახეთი, უკრაინა, რუსეთი და აი ეს ქვეყნები, მანამდე აშშ და
ასე შემდეგ და ასე შემდეგ მოდიოდნენ იგივე სამოყვარულო კრივში საოცარი მოკრივეებით. დღესდღეობით უზბეკეთი არის ნამდვილი ლიდერი, ბოლო 2 ოლიმპიადა და მსოფლიო ჩემპიონატებზე თუ აზიის ჩემპიონატებზე ფურორს ახდენენ უზბეკი მოკრივეები და ზოგადად მთელ ქვეყანაში კრივი არის ერთ-ერთი წამყვანი სპორტი. ძალიან დიდი კონკურენციაა და ძალიან მაგარი მოკრივეები იზრდებიან უზბეკეთში. სწორედ იმის აღნიშვნა მინდა რომ სერიოზული მეტოქე ყავს გიორგი ჭიღლაძეს მატაზიმოვის სახით და რაც მთავარია ძალიან გამოცდილია ჭიღლაძის მეტოქე უკვე 30 ბრძოლა აქვს გამართული პროფესიონალური კრივის რინგზე რაც არ არის პატარა შედეგი საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ბრძოლები აქვს გამართული მატაზიმოვს როგორც თავის სამშობლოში ასევე ევროპისა თუ აზიის სხვადასხვა ქვეყანაში შესაბამისად ჭიღლაძეს უწევს ძალიან სერიოზულ მეტოქესთან დაპირისპირება თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ გიორგი ჭიღლაძე თავის კომაქს და ქართული კრივის კომაქს გაწმილებულს არ დატოვებს აჩვენებს აბსოლუტურად თავის დომინანტურ პერფორმანსს აი ამ ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გაახარებს ყველას გაგვახარებს ჩვენ და მორიგ გამარჯვებას ჩაიწერს საკუთარ აქტივში ასე რომ მეგობრებო თქვენ წინ გელით ძალიან საინტერესო ბრძოლები, საინტერესო დაპირისპირებები, მასალები, ვიდეოების სახით განთავსდება YouTube-ის არხზე, Boxing Georgia, ასევე დამატებით მასალებს, ფოტოებს, ინფორმაციებს თქვენ ნახავთ როგორც Facebook-ის გვერდზე კრივის სამყარო, ასევე Boxing Group Promotion-ის Facebook-ის გვერდზეც, რომელიც არის ორგანიზატორი საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირთან ერთად აი ამ ღონისძიების, ასე რომ 22-ში დასწრება არის უფასო ამ შოუზე გამონაკლისის სახით მობრძანდით და ესწარით უქომაგეთ ქართულ კრივს და თვალიადევნეთ ქართველ მოკრევეთა პროგრესს სოციალურ ქსელებში გამოიწერეთ ისევ და ისევ ჩვენი YouTube-ის არხი Boxing Georgia არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ Facebook-ის გვერდი კრივის სამყარო და გააზიარეთ თქვენ სოციალურ ქსელებში ის მასალებიც რომელიც დაიდება აი ამ პლატფორმებზე იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა ქართული კრივისთვის, ქართული პროფესიონალური კრივისთვის რომელიც მართლაც განვითარების ძალიან კარგ ეტაპზეა მომავალში იგეგმება უფრო და უფრო დიდი ბრძოლები, უფრო და უფრო მეტი წარმატებები კარგი საფუძველია ჩაყრილი თავის დროზე გიორგი კანდელაკის მიერ დაარსებული საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირი დღესდღეობით არის ევროპაში ერთ-ერთ წამყვან პოზიციებზე როგორც სპორტული კუთხით, ისევე საორგანიზაციო კუთხით და წინ კიდევ გაცილებით ძალიან დიდი გეგმებია, რომელშიც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირს გვერდში უდგას საქართველოს სპორტის სამინისტრო, გვერდში უდგანან კომაგები, გვერდში უდგანან მეგობრები და ყველა ესე ერთმანეთის გვერდში დგომით დარწმუნებული ვარ გაცილებით უფრო დიდ და დიდ მიზნებს, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ ისევ და ისევ საქართველოს და ქართული კრივის სასახელოდ. ასე რომ მეგობრებო, მე დღეს აი ამ ანონსით გემშვიდობებით და ყველას გელოდებით 22 ნოემბერს ვერისბაღის კალათბურთის სასახლეში. წინ დიდი ბრძოლები გველოდება. ნახვამდის.